ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში მართავს მატჩებს. ასევე წყალდუბაშა კარგი შეტევა, ჩაგუნდავა საკმაოდ სივრცე მიიღო, დარტყმაკარის მიმართულებით და გაიხსნა ანგარიში სპაერი. ნიკა ჩაგუნდავას გოლი დაწინაურდა. კიდევ ერთხელ ჩავარდა სამგურალის მარცხენა ფრთა და გამოიღო შედეგი სპაერის შეტევება, მაგრამ აქ აუცილებლად გადამოწმდება ეპიზოდი, რადგან არის კითხვის ნიშნები. თუმცა სად იყო აქ ლაშა შერგელაშვილი, ეს არის საინტერესო. ჩაგუნდავამ კი როგორც შემტევის სტილის მოთამაშე შეეფერება, ისე შეასრულა. სიუკაევმაც ვერ მოახერხა გუნდის გადარჩენა. მშვენიერი გოლი გამოვიდა, თუმცა ამ გოლს სჭირდება დასტური ვარის ოთახიდან. ამას ძალიან მალე გავიგებთ. ხომ არ იყო თამაშგარე მდგომარეობა, მაგრამ როგორც ჩანს, არანაირი თამაშგარე, თქოს მომეჩვენა რომ კითხვის ნიშნები იყო, მაგრამ მწვრთნელების დაპირისპირებაც საინტერესოა, მაგრამ მანამდე სპაერის შეტევა გეგიაძე შეეწია ცენტრისკენ და არტყაკარის მიმართულებით და მეორე გაშვებულ გოლს გადარჩა. ამჯერად მარცხენა ფრთიდან ყოფებია, მაგრამ ორივე ახალგაზრდა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამწყების სპეციალისტია, ოღონდ კარგი გაგებით, ახალი დაწყებული აქვთ სამწვრთნელო საქმიანობა, თუმცა უფრო მეტად გამოცდილი არის გიორგი. კარგი შეტევა დარტყმაკარის მიმართულებით, ხორხება გაისროლა, თუმცა არა ზუსტად. გადარჩენას განმეორებით, არა, მე მგონი რა აიღებდა. ასეც გააკეთა ზუსტი. ჩაგუნავა იდეალური გადაცემა კოხრეიძე ერთ-ერთზე მეკარესთან დაარტყა და სიუკაევმა აჯობა. რა ტრიერიშზე კაბია მიყვება დაჯარიმება არაფრად არ ღირს. კაბია მაინც დააჯარიმა და ახლა ბევრი საუბარი უნდა შეწყვიტოს. გააგდო აბდელ კაბია ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც ბურთის სიახლოვეს დგას, მაგრამ სამხარაძის გამორბენი დარტყმა კარის მიმართულებით სიუკაევი ცოტა ანერვიულად წყალდუბლელი კომაგი ახლა არსენ სიუკაევმა. ჩაწოდება საჯარიმოში სიუკაევი გაფრინდა და გამოიტანა ბურთი თობლივად პრინციპში. ჩაწოდება კი საკმაოდ ლაუს ამხარაძე კოხრეიძე საჯარიმოს მიიღმა, აი კარგი ათამაშება ასკურავა დარტყმა კარის მიმართულებით და ორ ბურთიანია უკვე სპაერის უპირატესობა. თორნიკე ასკურავა იმსახურებდა გოლს და ეს გოლიც გაიტანა. ვარცდები ლაშა კოხრეიძე გახდა საგოლე გადაცემის ავტორი. რამდენიმე სვლიანი კომბინაცია და ნახეთ რა კარგი გადაცემა ასკურავაც. კარგად შეიწორა ბურთი, მოატყვა სიუკაევი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გაგზავნა ბურთი და შედეგად ტაბლოზე 2-0 ხდება ანგარიში. შათერიშვილს გაეპარა დებიუტანტ სამგურალისა ასკურავას ეს მოძრაობები. ეს მარცხენა ფეხით შესწორება იყო საკვანძო ამ ეპიზოდში, თუმცა ლაშა კოხრეიძემაც რამაგარი პასი გაუკეთა თანაგუნდელს. შანსი სპაერს, კოხრეიძე დაარტყა და 3-0. ძალიან მალევე უკვე გამანადგურებელი ხდება ანგარიში, მოშლილია სამგურალის უკანა ხაზი. და ვერც სიუკაევიშვილი საკუთარ გუნდს. ლაშა კოხრეიძემ თავისი კუთვნილი გოლი რაღაც 1 წუთიან ინტერვალში შეიძლება არც კი 2 გოლი გაიტანა სპაერმა. თავიდან ბოლომდე ეს ეპიზოდი შექმნა ლაშა კოხრეიძემ, რომელიც ამ ქმედებების გამო ჯერ ასკურავას გოლის დროს და შემდგომ ამ მომენტში გახდება ალბათ საუკეთესო ფეხბურთელი მატჩისა. ნახეთ, რამდენ მოწინააღმდეგეში გაიარა კოხრეიძე. 3-0. კარიმა ლაშა შერგელაშვილი ბურთთან. ეს ყოველთვის ახიფათოა შერგელაშვილის გამორბენი დარტყმა. რა მაგარი გოლი გაიტანა ლაშა შერგელაშვილმა. შედევრი. იცი საფეხბურთელმა. ჯარიმი და გოლის გატანა და დიკაცით არის სამგურალი, მაგრამ ეს გოლი ალბათ გახდება ტურის საუკეთესო. როგორც ხდება ხოლმე ბოლო მომენტში იცვალა ბურთმა ტრაექტორია. თორემ ისე ფუტკარაძეს კარგად ჰქონდა პოზიცია შერჩეული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, თორსა დამტყმელი ლაშა შერგელაშვილია. ნახეთ. მანამდე კი წირდავა შეტევაზე. ცეცხლაძე საჯარიმოშია დაარტყა, სიუკაევი იგერიებს ბურთს. ლავბასილაშვილი, შვენიერი გუსტით დატოვება შეიძლება გატანა და ეს პენალტი იქნება. არა, არ იქნება პენალტი, გაფორმება და ყვითელი ბარათი. ცეცხლაძეს, მაგრამ ითხოვს ვარზე გადამოწმებას თავად. აი რომ დგება და მე მგონი მცირე კონტაქტი არის. ეს კონტაქტი უფრო ჩანს სიუკაევის ფეხის მოძრაობით, აი ნახეთ. აბა ვნახოთ.
ერთი აქ მანამდე ხომ არ აქვს დაწყებული ვარდნა ცეცხლაძეს, ეს არის ახლა გასარკვევი. თუ მანამდე დაიწყო ვარდნა, მაშინ აქ გადარჩება სამგურალი და არ იქნება პენალტი. ხო, არ რთული ეპიზოდია. ყველაფერი არის საჯზე დამოკიდებული. აი აქ არის ზუსტად კონტაქტი. კონტაქტი არის ცალსახად, მაგრამ ახლა გასარკვევია ის თუ რა დროს იყო ეს კონტაქტი. აბა ვნახოთ. რა გადაწყვეტილება მიიღო ბექა კუნჭულიამ ვართან გასაუბრების შედეგად? იქნება პენალტი თუ ძალაში დარჩება ცეცხლაძის ყვითელი ბარათი? პენალტია. კი ბატონო, პენალტია ცეცხლაძეს. გაუბათილდება ეს ყვითელი და არანაკლებია სიუკაევი გამორბერი დარტყმა. გავიდა სიუკაევი, ძალიან ახლოს იყო რომ აიღო ეს პენალტი. ან მეორებით მიულოცოთ მესამე გოლი ეროვნულ ლიგა 1-ში გიგა სამხარაძეს. ახეთ სად იმყოფებოდა, მაგრამ შეაჩერეს ბურთზე თამაში და იქნება მეხუთე. დარტყმა კარის მიმართულებით ცეცხლაძე. დამრტყმელმა გიგა სამხარაძემ ჯერ ცალუღელოშმა რა სუფთად ჩაჭრა ბურთი. ასევე ვნახეთ ძალიან მალევე არასრულ 1 წუთში ალბათ ლაშა კოხრეიძის გოლი, შემდგომ ლაშა შერგელაშვილის ბრწყინვალე საჯარიმო, რომელიც დიდი ალბათობით ამ ტურის საუკეთესო გოლადაც დასახელდება და